TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ნიკო ნიკოლაძის 5-სა და 7 შორის ახალი შიდა საუბნო სკვერის მოწყობის პროექტი მოსახლეობის თხოვნით და მათი ჩართულობით დაიგეგმა. ნიკოლაძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო მოედანს. მოეწყობა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და სატრენაჟერო სივრცე და სასვენებელი მწვანე სივრცეები, გარე განათების ახალი სისტემა და საპარკინგო ზონა. ეს პროექტი დაიგეგმა მოსახლეობასთან ერთად, მათი ჩართულობით და ალბათ ჩვენი მოტივაციაც სწორედ ორმაგი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მაღალი ხარისხით დასრულდეს პროექტი, რომელიც მოემსახურება როგორც ახალგაზრდებს, ასევე ასაკოვან ადამიანებს. ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე მიმდინარეობს 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი მოსასვენებელი სივრცის მოწყობა. მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი განათების სისტემა, გამწვანების სივრცე. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საპარკინგო სისტემა და პროექტი უკვე მიმდინარე თვეში იქნება დასრულებული. ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რაც კეთდება ჩვენს უბანში, არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ თვითეული ჩვენგანისთვის. ეხლა ამაზად რომ გამოხვალ დაჯდები და ისიამოვნებ ამ ყველაფრით, ამ სიმწვანით, ხო ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა. ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ახალი ქსელი. ამ ქუჩაზე საავტომობილო გზა დღემდე არ არსებობდა და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმით იყო გათვალისწინებული. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. თავის ურბანულ განვითარებასთან ერთად და ახალი უბნების წარმოქმნასთან ერთად საჭირო გახდა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ უკვე, ახლაც მიმდინარეობს ახალ რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მხოლოდ გეგმაზე იყო აღნიშნული. გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც არსებული გზების რეაბილიტაციის ნაწილში, ასევე შევეცდებით, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ იმ უბნებს, რომელიც ახლა განვითარდა. ქალაქ რუსთავში მიმდინარეობს მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ლეონიძის ქუჩიდან გეგმით გათვალისწინებული გზის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, სრულიად ახალი, საგზაო 3100 კვადრატულ მეტრზე, ასევე მოეწყობა გარე განათების ქსელი. სამუშაოები დაიწყო 1 თვის წინ და რამდენიმე დღეში დასრულდება. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძეს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 85 წევრმა დაუჭირა. ირაკლი კობახიძემ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს ანდრე ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეთადონი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლები 1967 წელს დაბადებული ინიციალებით EF საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონის აბები, ასევე ჰეროინის, მორფინისა და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით გასული თვის მანძილზე საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსიის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის ჯამში 100 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დინამო არენაზე პირველი მატჩი გამართა. საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 3-2 დათმო. პირველი ტაიმის სტუმრების უპირატესობით 2-0 დასრულდა. თურქეთმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა 3 ბურთამდე გაზარდა. 63 წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა სხვაობა 2 ბურთამდე შეამცირა, ხოლო მეორე ტაიმის დამატების დროში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი. ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე TV4G, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.